ჩვენ ვიმყოფებით თორელის მიდამოებში. ფერეიდანი, თორელის რაიონი. აქ როგორც ჩანს კაცში დიდი ქედია, რომელიც სახელად ქვია სატაბლე, ასედაც არის დარეგისტრირებული საბუთებში. მოგეხსენებათ, ტაბლა ქართულ კულტურაში რას ნიშნავს, ანუ გმირთა ხსენების სახელია, სუფრა არის, სუფრის სახელი და ამიტომაც აი ამ ატომღაც აი ამ ქედს დარქმია სატაბლე. სატაბლეს მთა ყოფს ფერეიდანის რაიონს ორ ნაწილად. ჩრდილოეთ მხარეს, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და დასავლეთ მხარეს. დასავლეთ მხარეს ცენტრი არის ქალაქ მარტყოფი, შეადგენს ბევრი სოფლები, სომხური, ქართული, ბახტიარული და ქართულ სოფლებზე შეეხება ჩუღიურთი, სიბაქი, ანუ ჩვენი ვაშლოვანი და ჯაღჯავი. ჩრდილოეთ მხარეს ანუ ქალაქ თორელია, თორელბოინი ერთად ცენტრალური ქალაქი და თავისი სხვადასხვა სოფლებით. კიდევ არის რუისპირი ქართული დასახლება და სოფელი ახშია. ჩვენ ახლა ამოვედით დიდ ერთ-ერთ მაღალ გორაზე, სადაც ქვია შამთა, შავი მთა. და თითქმის ყველაზე ერთ-ერთ ყველაზე დაშორებულ ის არის მამულია თორელის. და რატო ახლა ქართველმა აერჩივეს ეს ადგილა, როგორც ახლა ვენახოთ ყურძნის მოსაყვანად. ფერეიდანი ზღვის დონიდან, ფერეიდანის რაიონი იანვარში, ზღვის დონიდან იმყოფება 2500 საშუალოდ, 2500 მეტრაზე. და ამიტომაც საშუალება არ გვეძლება ბევრი ხილის ან სხვადასხვა ჯიშის ხილების მოყვანა და ცოტა საწვალებელია რა. და მეორე კიდევ რაც აძნელებს აქ ბაღების გაშენება და ეს ყველაფერი არის სიცივე. ადრე ჩვენი ძველები, ანუ მოხუცები ყვებოდნენ, აი რომ ნახოთ ახლა ამ მიდამოებში, ამ მინდვრებში, ზოგან არის წვანეთ რა. ეს არის ბაღები, ვენახები, დანარჩენი არის მინდვრები გაშლილი, აი ხორბლებია, პური. ერთი წყლის გამო, მეორე იძახოდნენ რომ ადრეო ახალ დასახლებურები ამ რეგიონში არ იცნობდეს კლიმატი, არ იცნობდეს აქაურის რეგიონი და გეოგრაფია. ერთხელ სულ თავიდან როცა დადგა გაზაფხულის თვე, ეგონათ რომ ყველაფერი გაცოხსდა, გამწვანდა მინდორი ყველაფერი, მაგრამ შუა მაისის თვეს სიცივის გამო გაშეშდაო ბალახი, ჩაშაოდა. ესე გაიგეს რომ აი ეს ცოტა უხეში ადგილი უნდა და ყოფილიყო და მოხუცებმა მოიფიქრეს ესეთ რამე. რომ გამოსულიყვნენ მინდვრებში, შეამოწმებინათ სად ბალახს არ უკრავს სიცივე და ის ადგილები, ეს წერტილები მონიშნეს. და აი წერტილების გამო, სადაც სიცივე არ მიჰქონდა, დაიწყეს ხრა წყაროების გაკეთება, წყლების აღმოჩენა. ზოგი არის, აი გვირაბებით არის დათხრილი, ძალიან შორ მანძილიდან წყალი გამოყვანიათ, რომ იმ ადგილას, სადაც მონიშნული ჰქონდათ ძველებს, რომ ბაღი აშენებია, რომ ყურძენი მეეყვანათ. აი ეს ხლა გამომყევით გვინდა, აი და თან ახლა ძალიან ბევრი რთული ყოფილი აქ მოყვანა, მართლა იმ ყურძნის ამ ბაღის ერთ-ერთი მაგალითად აქ ტახი უამრავია. აი იმ ტახების გამო, აი კედლებს, აი ფიქლებით და ესე კედლებს აშენებდეს ტახების გამო, რომ არ ნადგურებინა ვენახები. აქედან ქალაქ თორელამდე, ანუ ცენტრი სადაცაა 10-12, შეიძლება 15-იც კილომეტრი. კი. შორსა თან სულ აღმართი. აი ამ ხელა საწვალებელი ყოფილა, ყურძნის მოყვანა ადვილი კი არ იყო. ალაზანში კი არა ვარ. აქ არის უცხო მიწა-წყალი, უცნობი ქართველი კაცისთვის, ქართველი კაცი რო ახლა ჩევაში იმაში არ ქონია რომ უწყალობა არ იცოდა. ანუ მეთოდები, წყლის ის აქ დაიწყეს აი ვიცი წყაროების დათხრა ესე და აი რო ახლა გახედოთ. ვიცით ახლა
ვენახები როგორ მოყავთ ან ვაზ ისეთ ფეხზე რომ დაკრეფა და რთველის დროს ადვილი იყოს, მაგრამ ჩვენთან ესე არ გამოვა. ამიტომ თუ ვაზი ფეხზე ავაყენოთ, ზამთარს არ გაუძლებს. ზამთრის სიცივე კრავს და გაშეშავს. და თან თვითონ ეს ფოთლები ევნებს იცავენ მზისგან. აქ ძალიან ძაფი მზე იცის. ეწოდინება ძალიან სიმაღლეზე დგავართ 2600 მეტრავად ზის დონიდან. აი თვითონ ფოთლები და თან ჩიტები რო არ დაკენკო. ასე ეკეთებენ. ზოგან ეხლა აი ნახე ეს უკვე 300-400 წლის წინანდელი ვაზია. ახალი კი არ არის. ჩვენთან ეხლა არ იყო მაგის კულტურა, სხვა ხილის, რა ვიცი, კაკალი, ჭერემიცი, 1-2 ჩარგავდნენ, მოყავდათ სახლისთვის, რა ვიცი, ჩირი, რამე როგორ თანეთი რა და ჩრდილისთვის, თორემ დიდად არ ყოფილან მოყვარებულები იმას ხილის ხებზე. ძირითადი არის მეყურძნეობა. უფრო მეტად არის საკიშმიშე, ბადაკს აკეთებდნენ, ქიშმის, ხელი ბადაგი და რა თქმა უნდა ღვინოს და ძმარი. კაი ღვინო იცის ფერედნულ ყურძენს, აქ კარგი მზე იცის რა, ეს თვითონ მზე ატკობს და ეს სიტყვა გრადუსაციის ღვინოს. ხო, წელს ახლა კარგი ყურძენი არ არის. იძახიან რომ სიცივემ წაიღო. აი ნახე, აი კაფუჭებულია, ხელს ვახდენ. აქ შეიძლება 5 წელიწადში ერთხელ მოსავალი ნორმალურად აიღო. არა, მაინც აგზელები. ხო, აქ მარტო ერთ-ერთი მამულია, სადაც სხვა რამე არ ითესება, მარტო ვენახია. და ვაზი, ანუ ვაზია. აი ამ ხელა გზა იმაშინ 15 კილომეტრს ამოვიდნენ და მარტო ამ ვაზებს რომ მოვარ. კაი სახელიც აქვს შამთა. შორიდან რო გახედო შავი გორაა. თა. აქ შამთა გვერდზარი, წარბი, ამიტომ შორიდან წარბს გავს, ამ თას ამშვენიერებს თავისი წარბით. იქით არის წიწმატის წყარო. არ ვიცი რატომ ქვია წიწმატის წყარო. ასეთი სახელი აქვს. და იქით სულ ნადირის ადგილი ყოფილა რა. ადრე აი ტახზე ან ირემზე, რამეზე, კურდღელზე იქ მიდივოდნენ სანადიროდ. უფრო ტახების ის არის რა.